ვიდეო გავრცელდა ძალიან აღმაშფოთებელი ვიდეო გავრცელდა ჯვრის მონასტრის კედელთან მკრეხელობს ვიღაცა პაკისტანელი სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს ხმაც ედო და ხმიდან გამომდინარე და რომელ არხზეც ედო ეგ შთაბეჭდილება იქნებოდა პაკისტანელია, მიხვდებით ვიზუალურადაც რომ მკრეხელობას აქვს ადგილი. ანუ შინაარსი არის ესეთი, რომ ესენი ავიდნენ ჯვრის მონასტერში, თავისი სახელები იქ ამოკაწრეს მონასტრის კედელზე, გადაიღეს ეს ყველაფერი და საკმაოდ სიამაყით და დემონსტრაციულად განათავსეს მერე სოციალებში და აჩვენებენ, რომ აი რა გავაკეთეთ ჩვენ. ეგ არის უბრალოდ ჯერჯერობით აღწერილობას ვახდენ, აი შეფასებებში ჯერ არ შევდივარ, ხო? პრობლემა არის შემდეგი. ამაზე არის რეაქცია 0. რეაქცია არის 0 მთავრობისგან, რეაქცია 0 არის სამართალდამცავებისგან, რეაქცია 0 არის ჩემ და სამწუხარო ძალიან ბევრი სასულიერო პირებისგან, რეაქცია 0 არის პოლიტიკური ძალებისგან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მე მგონი ცოტა ყველას ფეხს ეკიდია ამ ქვეყანაში ესეთი რაღაცები. ვაყირავებთ ზურა ეხა. რაღა დროს ჯვრის მონასტერია და შეურაცხყოფის მიყენება და მკრეხელობა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებია. რა? არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. როგორი რაღაცა იცი, ასეთი რაღაცეები რომ მაგაც ასეთი ფაქტები რომ მოხდებოდა ხოლმე 10-15 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა. აი მაგას რომ ვინმე გაბედავდა აი ხ სადღაც იქ ავიდეს და ისეთი განცდა რო არ ექნებოდა რომ ეხა შემთხვევით ვიღაცა დამინახოს და ცოცხალი ვეღარ გავატან აქედან ხო აი ეგ რო შესაძლებელი იქნებოდა რომ მაგას ასე ბედავენ ანუ მაგის განცდა აღარ აქვს რო აქ რო ვიღაცა ამ მდგომარეობაში ნახოს შეიძლება ცოცხალმა ვეღარ გავატანო ხო ეგ წარმოუდგენელი რატო ჩანდა იცი ნუ საზოგადოებაში ეგეთი კულტურული აურა იყო ეხა რატო შეიცვალა ეგ კულტურული აურა ტოტალურად ეს უშიშრობის და დაუსჯელობის განცდა ადამიანებს რომელსაც კრეხელობა შეიძლება გადაწყვიტოს საიდან გაუჩნდათ ეგ თავისით არ მომხდა ეგ მოხდა იქიდან რომ აი მაგალითად შარშა ნატაფერაძემ რომ კრეხელობა ჩაიდინა და ამაზე ხალხს რეაქცია ქონდა, მაგრამ მეორე მხრიდან ხელისუფლების მხრიდან იყო როგორი პასუხი, რომ ყველას ესმოდა, რომ ნატაფერაძეს რაღაცა აი პატარა 2 დღე მე მგონი ადმინისტრაციულად რაღაცა ჩასვეს და აი ვიღაცას რო არ ვიცი რაღაცა ბუზი აეფრინა მისთვის რაღაცა არ ვიცი რაღაც დაზიანება დისკომფორტი შეექმნა ყველა მიცის რომ წლობით ციხე ემუქრება მაგ ადამიანს ანუ ყველა ამ ქვეყანაში იცის მიღებულია კანონები ისეთი პრინციპის რომ აი გაბუნია რომ კრეხელობა ჩაიდინა პირდაპირ ეთერში მაგაზე რომ ხალხი მიუვარდა და იქ რაღაცა პასუხის მოთხოვნას ცადა ციხეებში გაუშვეს ის ხალხი დაიჭირეს მაშინ ადამიანები დააპატიმრეს ციხეებში გაუშვეს და ამ ქვეყანაში ცნობილია რომ ასეთი კანონებია რომ რეაგირებას ვინც სცდის ღირსების დაცვის მიზნით წლობით ციხეებში იჯდა თავრობის წევს რო შეაგინა ხო აი მანდამდე მივალ წლობით ციხეში იჯდა ხალხი რომლებიც ღირსებას იცავდნენ 5 ივლისს ციხეებში გაუშვეს ხალხი რომლებიც გაბუნიას კრეხელობაზე რეაქციას ცდილობდნენ ციხეებში უამრავი ადამიანი გაშვებული რომ ტრანზიტი მოდი რა გავიხსენოთ იცი წინა წელს შიშიდათესა მთავრობამ ამაზე რეაქცია ვერავინ ვერ გაბედოს ისეთი რომ თვითონ ეძიოს სამართალი ეგეთი აურა შექმნას აი მოდი რას გავიხსენებ ბედავენ ამას წინა წელს აი 1 წელია გასული მაგ მოვლენებიდან ლაშა შარუხია მცხეთის მერიის ფასადზე განთავსებული ევროკავშირის დროშა დაწვა კი და მაგაზე მაგ ადამიანს უშვებდნენ ციხეში
და ხალხი რო არ დავორგანიზებულიყავით და აი მთელი რაღაცა მოძრაობა არ დაგვეწყო. მათ შორის აი მე და შენ თბილისის მერიიდან არ ჩამოგვეგდო, მე ეგ დროშად არ ჩვენც არ დაგვეწვა, ხალხი არ დამდგარიყო და რავი, ასობით ადამიანი გამოვიდა და იგივე გააკეთა და იმხელა ძალისხმევა მოგვიწია, რომ ერთი ადამიანი ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ჩვეულებრივად აი ციხეს დააშენებდნენ თავზე. ხო ეგრე იყო. რამეს ხო არ ანუ ამატებ ან სხვანაირად. ეგ არის ისეთი სიწმინდე ამ ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის. და აი რო წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაცა, მოდი ეს სიმულაცია გავაკეთოთ რა. რო აი ეს რაც ვიდეოში გაჩვენეთ, ჯვრის მონასტერზე ვიღაცები აი კაწრავენ, აი ეს რაღაცა ცეკვავენ თუ რაღაცას აკეთებენ და მან ვიღაცა ქართველი თავმოყავარე ქვა ქართველი ამას დაინახა რა, შეესწრო და აი რასაც ფიქრობთ რომ უნდა გაეკეთებინა, ეგ გააკეთა. ეგ არაბებისთვის ცუდი ბიზნეს გარემოა და არ შეიძლება. მე ქალაქს ვინ არის? მე ქალაქი ინვესტიციები მაგ ადამიანს ჩვეულებრივად ტურისტებზე თავდასხმის გამო ციხეს დააშენებდნენ თავზე. და იმდენჯერ მოხდა სინამდვილეში ეგეთი რაღაცეები, რომ იცის ხალხმა. და ეს ხალხი დააჩმორა ამ მთავრობამ, ეს ხალხი გააფარჩაკა ამ მთავრობამ. ამ მთავრობამ შექმნა გარემო, სადაც ქართველი თავის ქვეყანაში რაღაცა კანონზე იქით რო არის ისეთ რაღაცა ფასეულობი. აი მართლა ქართველებს გვაქვს რაღაცეები, რაც არის ცოტა კანონს მიღმა. და არ გვინდა ღირებულებები არის კანონს ეგეთი. მიღმა, ეს ხო არის კანონდარღვევა, რასაც აკეთებს. ეგ გავიგე რა თქმა უნდა. მანდ მივალ. კანონს მიღმა კი არა, კანონს არას. მანდ მივალ, აი ეგ რო კანონდარღვევაც არის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შეურაცხყოფა და ვანდალიზმი რო არის, მანდ მივალ, მაგრამ მე როგორ ვაყენებ, იცი კაცო. არის რაღაცები, რაზეც ცოტა აი კანონზე დიდად არ ვნერვიულობ. არის აი ეგეთი რაღაცები ობიექტურად გვაქვს რა ქართველებს. აი მაგალითად დავით აღმაშენებლის საფლავია. ღმერთო მაპატი, ეხა იქ რო ვიღაცამ რაღაცა იკადროს და ქართველი ხარ უყურებ და ეს თავრობის მიერ დაყენებული არის ეგეთი გარემო, რომ მანდ რავი აი ციხეს დაგაშენებენ თავზე და ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რომ ეგ აბა რა სიტხოვთო და აი გეტყვი კაცო რას ვითხოვ რა. ნახე აი არაბებზე რო საუბრობთ. არაბეთში არის ეგეთი მუსულმანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდა ქალაქია მათთვის მექა. რომელსაც ყველა მუსლიმი უნდა ჩავიდეს და იქ აი ცენტრში არის ესეთი ქააბა არის, რომელსაც მუსლიმმა ესე წრე უნდა დაარტყას და აი წარმოიდგინე რომ ვიღაცა ქრისტიანი ჩავიდა იქ და აი ამათმა ჯვრის მონასტერზე რაც გააკეთეს, ეგ წარმოიდგინე რომ ეგეთი მკრეხელობა გააკეთა ქააბაში. და იქ ხალხი მერე მაგას რაღაცას რო უზამს, დეტალებში არ შევა. და პოლიციას და ყველა. საუდის არაბეთის ხელისუფლება მან იტყვის, რომ გაურკვეველი ინციდენტი მოხდა, ვერ ვიპოვეთ ვინ გააკეთა და ვაფშე ხალხო ესეთი რაღაცები არ გააკეთოთ, თორე ხალხმა მიუსწრო მაგას, თორე ჩვენ რო დაგვეჭირა უარეს უზამდით. და არც იტყვის. და ეგ მოხდება მან, ყველა მიცის რომ ეგ მოხდება და არავინ საუდის არაბეთში არ გაკიცხავს, არ დაგმობს და ვინებს არ გადაიჭრის მაგაზე. ისევე როგორც აი მაგალითად ჩინეთში, ხო, რაღაც იმპერატორის ტაძარი რო არის და ვიღაცა რო შევარდეს და ეგეთი რაღაც ჩათლახობების კეთება დაიწყოს, არავინ არ მოეფერება თავზე. მაგრამ ჩვენ ისინი პატივცემენ თავის ჯვრის მონასტერი ვიღაცამ რო მასხნას მან დარაძმო შენ აი რა არის ძიმ ერთი რაღაცა მაინტერესებს დაეტიე შენ ადგილას ეგრე არის დაყენებული საკითხი შარშან რომ მოხდა მკრეხელობა ფერადი შევარდა და ხატი შეურაცხო ხო საღებავი ესრო მაშინ ჯერ მაშინ მანამდე რატო არ გადადგეს ეს ნაბიჯი არ ვიცი მაგრამ მაშინაც ხალხმა წამოაყენა მოთხოვნა რომ კრეხელობის და რელიგიური გრძნობების სიწმინდეების შეურაცხყოფაზე დააწესეთ კაცრი აკრძალვა და სასჯელი. ოცნება დაგვირდა რომ კანონს მივიღებდა. კი, წინასაარჩევნო დაპირება იყო. და შედეგად საკუთარი თავის შეურაცხყოფა აკრძალეს. კი, ეგ ხო თავრობის შეურაცხყოფა აკრძალეს და რელიგიური გრძნობების და სიწმინდეების შეურაცხყოფამდე ვერ მივიდა. ანუ არ ეცალათ, გაიგე?
აი კობახიძის ინტერნეტში გინება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რელიგიის შეურაცხყოფის კანონამდე ხელები არ მივიდა რა ჯერ ვერ მოასწრეს. გამოსწორდნენ. აღიაროთ რომ გამოსწორდნენ ესენი. ახლა აი მართლა რელიგიურ შეურაცხყოფა არ აკრძალეს, თავისი შეურაცხყოფა ხო აკრძალეს, დასაწყისი არ არის? აი ხო დაიწყეს შეურაცხყოფის აკრძალვები დაიწყეს. ახლა დაელოდეთ კიდე 12 წელი იყონ. რომ კიდე ცოტა მეტ ფულს რომ მოიხვეჭენ, შეიძლება მე იქნები მე გადმოფხე. ინტერესებს გეტყვი რა. კი ბატონო, აი რაღაცა მთავრობას დიდი არ მოეკითხება, დიდი მორალი შეიძლება, რა თქმა უნდა და აბა რასელოდი, მაგრამ აი კონსერვატორებს რო ეძახიან თავს და მთავრობას რო აძლევენ ხმას და რო უჭერენ, ხო? ჯო, ეგ ხალხი ხო უნდა მიხვდეს, რომ მთავრობას ჭირდები ეხლა. აი ხა ჭირდება შენი მხარდაჭერა თორე ეხლა მთავრობა რო გაინაღდებს კარგ ყოფნას, მაშინ რანაირ პოლიტიკას ატარებ და შენ გეძახდა ყველაზე მარგინალურ ნაწილს და სახიფათო მოვლენას, ხო? ეხლა ჭირდები, ეხლა წამოუყენე თქვენ კაი ხალხო, მოთხოვნა რომ თუ შენი მხარდაჭერა უნდა, მაგის სანაცვლოდ მოდი რა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა აკრძალე. ეხლა წამოუყენე მოთხოვნა რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი აკრძალე. ეხლა წამოუყენე მოთხოვნა რომ აზარტული თამაშები თავიდან რომ დაგკვირდი რომ მოდიოდი რომ ამას შეზღუდავდი, რავი, რას გაჩვენებია თუ კაი ხარ. ჯო, მე ცოტა ვერ გავიგე რა ხდება. ცოტა გული რაზე მტკივა იცი, აი მართლა გულწრფელად ვამბობ რა, ეხლა ხშირად არის ხოლმე ხო რაღაცების თქმაზე თავს იკავებ, იმიტომ რომ მაინც ბიჭო აღარ დარჩა რა ეს მაინც რა, აი ნატა ფერაძის ამბავზე რომ ვაორგანიზებდით ამ იმას რეაქციას. სასულიერო პირები იყვნენ ზოგიერთი, რომელიც ისე გვიყენებდა საკითხს, აი მაგას არ მოაკეთებს. და ბიჭო, რავი, აი კაი, შეიძლება მე არ მოგწონო ვარ რა. და აი პირადად ჩემთან პრობლემები გაქვს. რავი, შენ გააკეთე მაშინ. იმიტომ რომ ვიღაცა რეაგირებას თუ არ ახდენს ეგეთ რაღაცეებზე, მე ესე გრძელდება, კაცო. და ვინმეს თუ გონია რომ ეს ტენდენცია დაიკლებს, არა მოიმატებს. აი მე საერთოდ რა არის. და რაღაცა მომენტში უკვე ვაფშე ვერც ჩვენ, ვეღარავინ ვეღარაფერს ვეღარ დაორგანიზებს ბოლოს ისე იქნება. მოდი აქედან დაორგანიზო აკრძალეს აქ. ჯვრის მონასტერთან საერთოდ რა უნდა მაგათ? აი მაგ ვიღაცას რა უნდა ჯვრის მონასტერთან? ის მუსულმანურ ქვეყანაში რო იქამდე კი არ მიუშვებენ ეგრე. აი ქააბას მაგალითად სადაც სერიოზულად ფასეულობად ითვლება რაღაცა. აი მონასტერი თუ არის, ხო? და თუ ფასეულად თulis ხალხი ის კომერცია. ეგრე კი არ არის იქ რა ბიზნესი გახსენით, რა ვაჭრობად გადამიქციეთ, კაცო. რა უნდა იმას იქ, აი ჯერ აქედან დავიწყოთ, ეგ ხომ მეტყველებს ეგეთი რაღაცები, ეს ოცნება რომ გამოდის და რაღაცა კონსერვატორ და მე დავამთავრებ, ესეთი ლაპარაკები არა აქვს მნიშვნელობა, ნუ ამ ლაპარაკებს საქმეში, რეალობაში რო შევხედოთ, ასეთი ვითარებაა, ეგ მონასტერთან იმას ჯერ რა უნდა იქიდან დავიწყოთ. მე ხალხმა რეაგირება მოახდინოს კი არა, ნორმალურ ქვეყანაში ეგ პოლიციამ უნდა წაათრიოს და ვერავინ რო ვერ გაბედოს ისე უნდა წაათრიოს. აი ქართულ ოცნებას შენ ვინმე გეგულება, აი მაღალ ეშელონებში. ვინც აი ეს ვიდეო ნახა, რომ რაღაც შენს ტაძარს ვიღაც გადამთიელი შეურაცხყოფას აყენებს და ამაზე მოკლედ შეწუხდა. მე არ ამგონია რომ მანდ ისეთი ვინმე იყოს, ვინც ამ თემას სერიოზულად მიიღებს, ან რაღაცა გული ეთკინება, ან აღშფოთდება, ან რაღაცა მოკლედ ცუდად გახდება და მოინდომებს რომ ეს რა ხდება, გაარკვიოს. შენს ქვეყანაში ასეთი რაღაცა რატო ხდება? აი მარტივ მაგალითს მოვიყვან რა. თან ყველა რო გაიგებს. აი საუდის არაბეთი ახსენა ზურამ. აი საუდის არაბეთის მთავრობამ გაიგო, რომ ვიღაცა მიადგა ქააბას და რაღაცა დაახატა და მერე იცეკვა. ხო, რაღაცა იქ სკანდალი ატყდება,
რავი, იმ ტიპს დაიჭერენ ალბათ, არ ვიცი. შესაძლოა მინისტრს მოხსნე. ვიღაცა გამოვა, იტყვის ეს რა მოხდა ეს და ნუ ძალიან ოპერატიულად იქნება ეს საკითხი მოგვარებული. სადღაც გაქცეული თუა ის ადამიანი იქ იპოვი. ნუ ეგ არ ვიცი ხა მაგას რამდენად შეძლებს, მაგრამ სადაც იქნება შეეცდებიან. ქაბას გამო იპოვი. აგზიან რა ეს ჩვენი ოცნები. არაფერი არ ხდება. რატო არაფერი არ ხდება მათთვის? ბიჭო, მაგათი ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი. მაგათი მთელია არსი და ცხოვრების აზრი არის უბრალოდ თვითონ იყონ კარგად. დღეს თან ძალიან მცირე მონაკვეთში თავის შვილებზეც ვეღარ ფიქრობენ. მაგდენი ტვინიც არ ყოფნით, რომ ასეთ რაღაცას რომ ვიღაც პაკისტანელი გიბედავს შენს ქვეყანაში და რომ ჩამოიყვანეთ ნახევარი საქართველოს რომ ამათი ესენი დაასახლე უკვე და მალე ქართველი აღარ იქნება აქ. რაღაცას რო აგროვებ იმ შენი ტენდერებით და რაღაცეებით ძალაუფლებას რო ინარჩუნებ. შენ შვილს მე ეგ პაკისტანელი წაართმევს იმ რაც დაუტოვე იმასაც. მაგდენი ტვინიც არა. იმასაც ვეღარ შეინარჩუნებენ. ანუ მაგათ შვილს წაართმევენ პაკისტანელები. მაგდენსაც ვერ ტევინავენ. აი სუფთა მერკანტილური პირადი ინტერესებითაც ვერ საზღვრავენ აი 20 წლის წინ რომ რაღაცა რომ დავიტოვე რაღაცა კორუფციით მოვიხვეჭე მოდი ეგ ისეთ გარემოში მაინც დავტოვოთ რომ აქ ქართველებს დარჩეს